გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა, ჩინეთი დაინტერესებული ავღანეთით იმ თვალსაზრისით, რომ ავღანეთი დაახლოებით ფლობს $1 ტრილიონამდე ღირებულების სასარგებლო წიაღისეულსა და იშვიათ მინერალებს. აქ რუკაზე ჩანს, რომ ესეთი წამყვანი რესურსი ამ თვალსაზრისით შეიძლება იყოს სპილენძი, ოქრო, კობალტი, ლითიუმი, რომელიც დღეს კრიტიკული მინერალია და ასევე ავღანეთი ფლობს გარკვეული რაოდენობის ნავთობსაც. ამ კუთხით ჩინური ინვესტიციების შედინება ავღანეთში უკვე დაწყებულია, მაგალითად 2023 წელს პეკინსა და ქაბულს შორის გაფორმდა 25 წლიანი კონტრაქტი, რის მეშვეობითაც ჩინეთი ავღანეთის ტერიტორიაზე მოიპოვებს ნავთობს და სანაცვლოდ ამისათვის ის ამ 25 წლის განმავლობაში ავღანეთში $540 მილიონი ინვესტიციას განახორციელებს. ასევე მიმდინარე წლის აგვისტოში ჩინეთსა და ავღანეთს შორის აღდგა 2008 წელს გაფორმებული შეთანხმება, რის მიხედვითაც მომდევნო 15 წლის განმავლობაში ჩინეთი მოახერხებს ქაბულის მახლობლად ერთ-ერთი უმსხვილესი სპილენძის კარიერში ამ რესურსის მოპოვებას და ამისათვის უკვე ინფრასტრუქტურული მოწყობა გზების მიყვანა ამ კარიერთან ჩინურმა მხარემ უკვე დაიწყო. გარდა ნავთობისა და სპილენძისა, პეკინმა დაიწყო მუშაობა ავღანეთში ლითიუმისა და ოქროს მოპოვების შესახებ კონტრაქტებზე მუშაობა და ეს პროცესი ჯერჯერობით მიმდინარეობს.